ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში დღეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სასწავლო დაწესებულებაში ელექტროენერგია გამოირთო და გაკვეთილებზე მექანიკური ზარი დაირეკა. გარდა ამისა, ეკოკლუბის მოსწავლეებმა პრეზენტაციაც მოაწყეს, რომელიც ადამიანების მიერ დედამიწის გაფრთხილებას ეძღვნებოდა. სკოლის შემდეგ მოსწავლეებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც დისკუსია სახელწოდებით „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ გაიმართა. შეხვედრას ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად პირველი სკოლის ახალგაზრდებიც დაესწრნენ. Გამართეთ პატარა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა დედამიწას, მის დაცვას, მოვლა პატრონობას და იმ საფრთხეებს, თუ ჩვენმა, ასე ვთქვათ, გაუფრთხილებელმა საქციელმა რა შედეგი შეიძლება გამოიყოს. ბავშვებმა მოამზადეს ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია, აგრეთვე მოეწყო ბლოგის პრეზენტაცია, რომელიც ასევე ეკუთვნის ამავე სკოლის მოსწავლეს. მეექვსე სკოლაში ჩავატარეთ ღონისძიება და აქაც მოვედით ახლა 22 აპრილის შესახებ ბუნების დაცვის და დედამიწის დღეს. ფილმის დედამიწის დღესთან დაკავშირებით არის გაკეთებული. გუშინ 22 აპრილს იყო დედამიწის საერთაშორისო დღე, მაგრამ გუშინ ვერ მოვახერხეთ, რადგან არ იყო სკოლა და დღეს ჩატარდა. ეს ეხებოდა, როგორ დავიცვათ ბუნება, რომელიც ჩვენი სახლია, და უნდა დავეხმაროთ მას ყველანაირად, არ უნდა გავანადგუროთ და შეძლებს დაგვარეთ, როგორ ინფორმაციაც გქონდა ბავშვებს, გავაკეთეთ პრეზენტაცია. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღევანდელი შეხვედრის მიზანს საზოგადოების ინფორმირება, რესურსების არაეფექტური გამოყენებით გამოწვეულ რისკებსა და საშიშროებებს, ასევე ადამიანის მიერ ბუნების გადარჩენისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას წარმოადგენდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის თავმჯდომარე ნუგზარ თათეშვილი. მისი თქმით, სკოლის მოსწავლეები სწორედ ის სამიზნე ჯგუფია, ვინც კარგად უნდა გაიგოს და გააცნობიეროს, თუ რატომ ხდება დედამიწაზე კლიმატური ცვლილებები და ადამიანები რა როლს ასრულებენ ამ პროცესში. ამ ბავშვებისთვის მართლაც საჭირო და აუცილებელი იყო, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი. ის ფილმიც მოვძებნე, რომელიც სამწუხაროდ ქართულად ჯერ არ არის თარგმნილი. ეს არის სახლი, ფილმი, რომელიც გადაღებულია ზუსტად კლიმატის ცვლილებებზე და იმაზე, თუ რა იყო დედამიწა და უშუალოდ რამდენიმე საუკუნის წინ, როგორი იცვალა ადამიანის მიერ ბუნებაში ჩარევით, როგორი იცვალა სახე და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღენიშნა. ეს ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს გაილორდ ნელსონს უკავშირდება, რომელიც თანამედროვე გარემოს დაცვითი მოძრაობის ფუძემდებელია. საქართველოს ამ დღის აღნიშვნას 1990 წლიდან შეუერთდა. მსოფლიოში დედამიწის საერთაშორისო დღე 190-ზე მეტი ქვეყანაზე იმობს.